Ფილის, რა ხდება? მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში გადავყავთ. რა ვქნათ, როგორ დავეხმაროთ? მორიგი მოსმენი სამკვირვაში იქნება. ალო. თომერ, საშინელი ამბავი უნდა გითხრა. რა? ილიასი ციხეში გადაყავთ? ეს რა უბედურებაა. კარგი გავიგე. კარგი მოგვიანებით შეგეხმიანები. ნახვამდის. რა ვქნა, თომერ? ასიემ არ უნდა გაიგოს. ძლივს გამოკეთდა, როგორ მოვიქცე, თომერ? უნდა გავჩუმდეთ. რაც გინდა ისხნათ, ოღონდ პირველ მოსმენამდე ეს ამბავი საიდუმლოდ უნდა შევინახოთ. შევეცდები რამე მოვახერხო და ეს პრობლემა როგორმე მოვაგვარო. სად მიდიხარ? ასიე როგორ არის? დამოკეთდა? გამოკეთდა. ასიე კარგად არის. მაგრამ ილიასი დიდ გასაჭირშია. დააპატიმრეს. რა თქმა უნდა, ასიეს არ ვეუბნებით, თორემ ისევ ცუდად გახდება. მას გონია, რომ ილიასი შეჯიბრზე გაემგზავრა. ვიცი, ომერმა მითხრა. არ მესმის ასეთი სისულელე როგორ ჩაიდინა. იქნებ ეს თქვენ და თქვენ მაცხოვრის და ერთად დაგეგმეთ ბატონო ჯიმშით. იქნებ თქვენ და არიგეთ ფილისი, რომ ილიასისთვის ასეთი რამე თქვა. ჰელენზე თქვენ ხომ არ დაგეშეთ ბატონო ჯიმშით. თქვენგან უკეთეს არც არაფერს ველოდი. უცოდველი კრავივით. განზად გახართ და როგორც კი რამე მოხდება, მაშინვე დასახმარებლად გამორბიხართ. იმდენად ბრმა ხარ, რომ ვერც გეხედავ შენი საქციელით ამ გოგოს მხოლოდ ზიანს რომ აყენებ. მაგრამ შენს ბავშვურ თამაშს არ აყვები. ახლა კი გამჭარე. ხო, ისარგებლე შემთხვევით. ჯიმშით, შემოდი. გამარჯობა. ისევ საავადმყოფოში მოხვდი. ძალიან ნაზი და ჭირვეული გოგო გავხდი. არა, ნაზი სულაც არ ხარ. ძალიან ცდები. სხვა შენს ადგილას გაცილებით ცუდად იქნებოდა. შენი კაპრიზები გასაკვირი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ილიასი ჰელენს სულტყუილად ეჩხუბა. დიდი ამბავი თუ მოგვატყუა. ყურადღებას ნუ მიექცევ. კარგი, ყველაფერი მოგვარდა. თავი ეს არის. ხო, მოგვარდა. ილიასმა მიმატოვა და შეჯიბრზე წავიდა. მაგრამ ის ხომ ილიასია? რას ვიზამთ? რეალობასთან შეგუება მომიწევს. რა კარგია რომ მოხვედი. მე მოგვიშინდელ საკეთ გიუნერ მასწავლებელთან არის. იმ კოჩკუიდან გადაიყვანდა. წადი და წამოიყვანა. ისედაც მოენატრებოდი. მე წავალ. ბატონ ჯიმშიც არსალია. საქმეები აქვს. შენ ვერევი სალიხა. მგონი სულ გაგიჟდი. ყავასავლებ. მართლაც. ნედავრას ვერები. ხო, მართალია, ყავა დალია და დამშვიდდები. მერტო ჩემო. ნუ ხელა. მუხტარის გამო ინერვიულა. შენმა მეგობრებმა ეს ამბავი ძალიან განიცადეს. გაჯობებს ის მითხრა. მართლა კარგად ხარ? კარგად ვარ. რა თქმა უნდა. აი ეს ყველაფერი ძალიან მახიზიანებს. გამუდმებით თითზე მიკეთია. ჭკუიდან გადავყავარ. გაიგეთე? ახლავე დაიმაგრე. უსულელობ. ნუ გეშინია. ახლა ეგთანი შემოვარდება. დროზე დაიმაგრე, მიდი. ამეციტეთი. ილიას უკან გამოყვები. არ ინერვიულო. ჯანდება. ეშმაკმა დაალახროს. კარგი რა. შენ რა ადვოკატი ხარ? ილიასის მეტი შეზია დამოკიდებული და შენ ფარხლას ყრი. ამშვიდდი. და მოვიფიქროთ დაწყნარდე. მაინც დავიხსნე. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. გასაგებია? გინდა.
აქ შემოსვლა არ შეიძლება, გარეთ გადი. სუნა, ნუ ერევი. ჰელინს პირისპირ უნდა ვესაუბრო. ზინავს მერე დაელაპარაკები. სუნა, ჰელინ, შემოუშვი. შეგიძლია მარტო დაგტოვა. კიდევ რა გნებავს? გთხოვ დაგტოვე. სასამართლოზე იტყვი, რომ ფეხი გადაგიბრუნდა და წაიკეცი. ხომ არ გინდა რომ ელიასი ციხეში მოხდეს? ამას არ ვიტყვი. ის მოკლე და მე მოკრა. ძლივს გადავრჩი. თუ გინდა რომ საყვარელი ადამიანი ციხეში გაისტუმრო და მერე დაიტანჯო. ჰელინი, რომელსაც მე ვიცნობ, არც ასეთი სულელია. ილიასი გარეთ თუ იქნება, მასთან შერიგებას როგორმე მოახერხებ. ილიას ვიერებ, რომ შენ გამო ციხეში თუ მოხდება. მას სამუდამოდ აკარგავა. მის მონახულებასაც კი ვერ შეძლებ. სლობით ვეღარ ნახავ. ილიასი ციხიდან რამს გამოვიდეს, შენთან საქმეს აღარასდროს დაიჭერს. მე კი ყველაფერი დამთავრდება. ამას გარდა ალბათ არ გენდომება, რომ შენი ბინძური საქმეები საქვაყნოდ გამოიფინოს. შენ შესახებ იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე წარმოგიდგენია. მე დასაკარგი არაფერი მაქვს. შენ კი ბევრ რამეს დაკარგავ. სიბა, ამას შეხედე. ხედავ რა ფოტოა. გამარჯობა. გამარჯობა. მოდი შულო. გამარჯობა. თაჰირ, რას არ გადაყლაპულები დამდგარ ხარ? დაჯექი. შულო, რა ხდება? ერთმანეთს რა უცნაურად უყურებთ. თქვით. შენ კი სახეზე ფერი აღარ გადევს. მოხდა რამე? მითხარით. შეგიძლია წყალი დამესხა. დედა, ოღონდ არ ინერვიულო. ცუდი არაფერი მომხდარა. გთხოვ არ შეგეშინდეს. რაღაც უნდა გითხრათ. ჯგუიდან არ გადამიყვანოთ, თქვით თუ ამბობთ. საშიში არაფერია, ყველაფერი რიგზეა. საქმე ის არის, რომ ილიასმა ჰელინთან იჩხუბა. თუ კარგად არის, მაშინ რა ხდება? დედა, ილიასი კარგად არის, არაფერი სჭირს, მაგრამ ეს მხოლოდ შელაპარაკება არ ყოფილა. ილიასი ჰელინს სერიოზულად ეჩხუბა და ამის გამო პოლიციაში წაიყვანეს. მოკლედ, ასეთი ამბავია. პოლიციაში. ყველაფერი გასაგებია, ახლა ვეგანყოფილებაში წამიყვანეთ. ჩანთ მომიტარი შულო. ეს შეუძლებელია, ვერ ნახავთ. რატომ? კომისარ ნიჰაც ვთხოვდა მასთან შემიშვებს. მიდი შულო და უჩქარე. კომისარი ნაჰეთი ვერ დაგეხმარებათ. რატომ? იმიტომ რომ ილიასი განყოფილებაში არ არის. დილას ციხეში გადაიყვანეს. ციხეში? დედიკო, გული წავიდა.